Ջաբოთ მეორე მარიამ გუჯაჯიანი როგორც ყოველთვის ახალი თემებით, ახალი იდეებით. დღეს შემოგთავაზებთ ჩემს ერთ-ერთ გართობას ეზოში, ანუ ბაღში რა, ალბათ ყველა მოკას შევამჩნიეთ აი ესეთი რამ. როგორც იცით, ეს არის ყურძნის ფოთლები, ჯერ არ არის დამწიფებული, რა თქმა უნდა, ყურძენი. ეს იქნება აგვისტოში და სექტემბერში, რა თქმა უნდა, სექტემბერში ეწყება მოსავალი და აუცილებლად სკოლაც იწყება და რთველიც დაიწყება, რა თქმა უნდა. მოდით გავაცნოთ ჩემს ბაღს, ანუ ეს არის ჩემი ბაღი, ყველაფერი არის ჩემი ბების გაკეთებული და მოდით გავაცნოთ ჩვენს ბაღს. როგორც ხედავთ, ნუ ჩვენ მივდივართ და უკან ახლა ჩანს მგონი ასეთი ფოთლები. აი ესეთი ფოთლები, რა ამაზეა შეხედეთ. და აი ხედავთ ალბათ თუ როგორ მივქრივართ და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, ეს ყურძენი დამწიფდება სექტემბერში და აგვისტოში, რა თქმა უნდა. კარგით, მოდით განვერდოთ შემდგომ. აი ხა ვართ ჩვენ სიმინდებთან, აი ხა განახებთ. და დიახ, ამ ადგილზე რა თქმა უნდა სიმინდები არის ჩარგული. კარგით, გადავიდეთ შემდეგ თემაზე. როგორც ხედავთ, უკან დგას რაღაც ხე და თუ გამოიცნოთ რისი ხეა, რა თქმა უნდა ეს არის ნუშის ხე. ალბათ ყველას ძალიან გიყვართ ნუში, რა თქმა უნდა, მეც მაქვს ნუში. მართალია ჯერ არ დამწიფებულა ნუში, მაგრამ მე მაქვს რა თქმა უნდა ძველი ნუში. ალბათ თქვენს გყავთ პროტოტიპ გაქვთ ალუჩა სოფლებში ან საერთოდ მეც მაქვს ალუჩა და შეიძლება თითქმის ყოველდღე ვკრიფავ და ჭამთ ძალიან გემრიელად მივიჩნევთ ამ ხელს. მივდივართ და ვუახლოვდებით მწვანილებს. აი ხედავთ როგორი ლამაზებია. ეს არის ნუშის ხე, როგორც ხედავთ, მაშინაც გითხარით. როგორც ხედავთ, მე მგონი ყველაფერს გავეცანით და მოდით რა დაგვრჩა კიდევ? დაგვრჩა რა თქმა უნდა, ესეთი რამ რა თქმა უნდა პომიდორი და ხახვი. ხახვი რა ნიორით და ასე შემდეგ. მოდით გადავიდეთ ახლა რა თქმა უნდა ბოსტანში გადავიდეთ და ნახოთ კიტრი არა, ხო, კიტრი, პომიდორი და აუცილებლად ერთი რამ მწვანე დაგვრჩა, რა თქმა უნდა, ხახვი. აი აქ მალე გაიზრდება ჩვენი პომიდორი. აქ ხედავთ კიდევ რა თქმა უნდა ხავს, როგორც გითხარით და დედაჩემი ძალიან კარგად მიერთმევს ხავს და ძალიან უყვარს. მე მგონი მოგეწონათ ჩემი ვიდეო. თუ მოგეწონათ ეს ვიდეო, რა თქმა უნდა, გამოიწერეთ ჩემი არხი, დამპულსეთ, დამწერეთ ბევრი ბუშტი და გემშვიდობებით. ნახვამდის.